მოგესალმებით ძვირფას საზოგადოებო, ვიდეო მოგმართ ღმერთმა. დღეს ვისაუბრებ ჩვენ ხიბლის შესახებ. ეს საკითხი მეტად აქტუალურია თანამედროვე ყოფაში, იმიტომ რომ ზოგადად სულიერი ცხოვრება მოგეხსენებათ ითხოვს თავისებურად სამეუფო გზითვლას, ანუ უკიდურესობისაგან თავდაცვას და საამისოდ პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა თავი დაიცვას, თქვათ, როცა აქვს ესეთი მოღვაწეობრივი მოშურნეობა დაწყებული ხო, ლოცვითი კანონები და სხვა ასკეზა, აქ იწყება ის საფრთხე, რასაც სულიერი ხიბლი ჰქვია. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ამ მდგომარეობაში, ამ ვითარებაში, რომ არ ჩავარდეს სულიერ ხიბლში, ამის საუკეთესო მასწავლებლად, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებლად გვესახება ჩვენ წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი, საოცარი ნაშრომი აქვს მას ხიბლის შესახებ და მოგეხსენება წმინდა ეგნატეს აქვს გარკვეულწილად კონცენტრირებული წმინდა მამებისეული ძველი მამების სწავლება და ჩამოყალიბებულად ესე შემოთავაზებული თავის ნაშრომებში, ამდენად მისი სწავლება არ არის მარტო მისი სწავლება, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის პოზიცია გახლავთ. აქედან გამომდინარე, ხიბლი, როგორც ასეთი, პირველი განმარტება, რომელსაც ვხვდებით ჩვენ წმინდა ეგნატეს სწავლებაში, არის ის, რომ ხიბლში ყველანი ვიმყოფებით. და ცოდნა ამისი, რომ ჩვენ ვიმყოფებით ხიბლში, არის საუკეთესო დაცვა ხიბლისაგან. ნახეთ, პირველი განმარტება რა საოცარია, ანუ რა არის ჩვენი მდგომარეობა ხიბლში რატო ვიმყოფებით? იმიტომ ვიმყოფებით, რომ ჩვენი ბუნება არის დაზიანებული ადამის ცოდვით, პირველქმნელი ცოდვით, აქედან გამომდინარე, ეს დაზიანება იწვევს არამართებულ მდგომარეობას, არამართებულ ხედვას, არამართებულ ვნებების კორიანტელს, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ვლინდება სხვადასხვა სახით. აქედან გამომდინარე, ხიბლში ყველანი ვიმყოფებით, აქ იგულისხმება ის, რომ მეტნაკლებად ესეთი მდგომარეობა, რასაც ქვია ვნებებით ცხოვრება, გარკვეული არასწორი აზრების მქონა, ხო, მეტნაკლებად ფაქტობრივად ყველა ადამიანს ახასიათებს. როგორც იტყვიან, უცდომელი არავინაა გარდა ღვთისა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია აი ამისი აღიარება, რომ ვიმყოფებით დაცემულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ამის არაღიარებით, თქვათ, თანამედროვე პელაგიანელებს თუ გადავხედავთ, გულისხმობთ მოდერნისტებს, რა თქმა უნდა, რომლებიც ამბობენ, რომ პირველქმნელი ცოდვის შედეგად არ ყოფილვართ თურმე დაზიანებულები და ასე შემდეგ და მან ადამიანის ცოდვის ბრალეულობის აღიარება არაფრით სურთ, რომ ის პავლე მოციქულის სიტყვისა ყველა ადამიანზე გადმოვიდა. ეს ამის არაღიარებით ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ ადამიანი თვითნებობს სულიერ ცხოვრებაში, ანუ იღებს მის თავზე იმას, რასაც რეალურად მხოლოდ სული წმინდას შეუძლია მისცეს მას. ანუ ადამიანი იწყებს თვითნებურ მოღვაწეობას რელიგიურ საკითხებში და თვითნებობაში იგულისხმება რადიკალურად გადაჭარბებული ლოცვითი კანონი, იქ სადაც თქვათ ეს ბერმონაზნობისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია, შეიძლება ესეთი კანონები დაიწყოს ადამიანმა ერში და ამით თავისი სულიერი მდგომარეობა კიდევ უფრო დაემძიმოს და სინამდვილეში საამისოდ არ იყოს მზად, რაც არის ერთ-ერთი საფრთხე. ანუ ის, რასაც წმინდა ეგნატე გვაფრთხილებს ჩვენ, არის შემდეგი, რომ წმინდა მამების, ძველი წმინდა მამების ასკეტური ღვაწლი სათანადო განმარტებას საჭიროებს და ტყვის შესაბამის სულიერ ცხოვრებასაც მოითხოვს და არა პირდაპირ ბუკვალურად იმის შესრულება, რაც იქ არის აღსახული პატერიკებში მაგალითად და იმ ასკეტურ ღვაწლში, რომელიც იყო დამახასიათებელი, ეს ხაზი უნდა გაესვას ძველი დროისთვის და ნაკლებად დამახასიათებელია ჩვენი დროისთვის. წმინდა ეგნატე ასევე გვესაუბრება ჩვენ იმაზე, რომ არსებობს ორი სახის ხიბლი. ერთი არის წარმოსახვითი და მეორე არის წარმოდგენითი. შეხედულებები, რუსულად
მნენიე ქვია, ანუ რაღაც წარმოდგენა საკუთარ თავზე რომ ხარ რაღაც თითქოს და დიდი მოღვაწე. ნუ თავარი არსი მაინც იმისა რომ ადამიანი იმყოფება ხილში, ამისი დიაგნოზი ყალიბდება და შეიძლება ჩამოაყალიბო ადამიანის შესახებ, ხომ? მაშინ როცა დაინახავ მის ცრუ სულიერ მდგომარეობას. ანუ როცა მისი აზროვნების წესი ზოგადად არ შეესაბამება წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. ეს ერთი, ანუ თვითნებობამ ამ რელიგიურ საკითხებში და სულიერ ცხოვრებაში ადამიანი, ესე იგი თვითნებობს, რადგან თვითნებობს სულიერ ცხოვრებაში და იღებს იმ კანონს, რაც მისთვის შეუფერებელია, ასევე თვითნებობს ის დოგმატური თვალსაზრისითაც და იქაც, რასაც თვითონ ისურვებს, მისი ესეთი ჩამოყალიბებული აზროვნების მიხედვით იმას აკეთებს და იმას ასწავლის და იმას ქადაგებს. აქედან გამომდინარე, პირველი, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ხიბლის დიაგნოზში, არის ის, რომ ადამიანი იმყოფება ცრუ სწავლების მდგომარეობაში. ანუ მისი შეხედულებები არ ემთხვევა მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციას, თუმცა თავად მიაჩნია, რომ არის პირდაპირ გაგებით სულიერი კალაპოტში და აქვს სათანადო გამოცდილებაც. მაგრამ წმინდა ეგნატე, როგორც გითხარით, სულ სხვა რამეს ამბობს, რომ ადამიანები მეტწილად ვნებებში მყოფი ადამიანები, რომლებზეც არის რეალურად საუბარი და ვართ კიდეც ესეთები, არ უნდა ითხოვდნენ რაღაცა მაღალ სულიერ საფეხურებს საკუთარი თავიდან და რეალურად სინამდვილეში ეს საფეხური როცა არ გააჩნიათ. და როცა ესე იგი წარმოსახვითი ხიბლზე საუბრობს წმინდა ეგნატე, ესე იგი პირველი სახის ხიბლი, ეს რაზეა საუბარი, რომ ადამიანი თხსავს სურათებს საკუთარ თავში. ანუ შეიძლება მას შექმნას ესეთი სურათები, რომ აი ხიბლის მიერ საუბრება ღმერთს, ანგელოზებს, გესმით, ან შეიძლება ის სახარებისეული ეპიზოდები პირდაპირ გადმოიტანოს თავის ცხოვრებაში და პირდაპირ გაგებით ესეთი თამაში, თეატრალური თამაშიც კი დაიწყოს. ეს დამახასიათებელი იყო კათოლიკური სამყაროსთვის და მათი ეგრეთ წოდებული წმინდანები, როგორც არის ეგნატე ლოიოლა, ფრანცისკ ასიზელი და სხვები, სწორედ ასეთი წარმოსახვითი ხიბლის მდგომარეობით იყვნენ გამორჩეულები, იქ კაფიოდ ჩანდა ეს ყველაფერი და ამას ყველაფერს გასაქანი ჰქონდა კათოლიკურ სამყაროში და აქედან გამომდინარე ის ვნებებზე როცა კითხულობდა, მაგალითად სახარებისეულ სწავლებას ჯვარცმის, ქრისტეს ჯვარცმის შესახებ, ხომ? იმდენად წარმოსახვითი მდგომარეობა, იმდენად დიდი ჰქონდა მაგალითად ეგნატე ლოიოლას, რომ მას თვითონ სხეულზე გამოდიოდა ეს ნაიარებები და ნებები და აი ესეთი ტკივილებისგან ჭრილობები თავისით იმდენად წარმოსახვითად აკეთებდა ამას ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს ეშმაკისეული ხიბლის უმძიმესი მდგომარეობა, მაგრამ როცა ამის სწავლება სულიერ სწორი სწავლება მართლმადიდებლური არ არსებობს, მაშინ ადამიანს ჰქონია, რომ ეს არის დიდი წმინდანი და დიდი სიწმინდე და აქედან გამომდინარე ესეთი სულიერი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველი ხდება და წმინდა ეგნატე იძახის, რომ პირდაპირ ადამიანს აგიჟებსო. ანუ სულიერად, ესე იგი, ერყევა გონება ესეთ ადამიანებს და ეს ცრუ შეხედულებითი ცხოვრება, რომელიც მან დაამკვიდრა თავისი თვითნებული ასეთი მოღვაწეობით, ეს ყველაფერი მგრძნობელობით მდგომარეობაში გადავიდა და მთლიანად ადამიანს შემდეგ შეიძლება თავიდან მალავს ამას და შეიძლება ძრემლებს ხურის და ზოგს გონია, რომ ძალიან დიდი მონანული ადამიანი, ესეთი რამეც არ არის გამორიცხული, შეიძლება ზოგს მიუხედავად იმისა, რომ ესეთი კატეგორიის ხალხი არიან უკიდურესი ამპარტავნები და პატივმოყვარეები, მაგრამ ამას ისევ ოსტატურად ფუთავენ, რომ ზოგს ძალიან თავდაბალი გონია, როცა საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, როგორც ზოგადად ადამიანებს
სწავლებაზე, მართლმადიდებელ სწავლებაზე, რასაც ქვია რეალურად ხიბლის წოდნა, როგორია ხიბლის მდგომარეობა და როგორ გამოიცნოს და ამოიცნოს ადამიანში ეს მდგომარეობა, ეს არის დღეს ნომერ პირველი ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენი მრევლის ცხოვრებაში და ზოგადად თანამედროვე სულიერი სწავლება, აი პრაქტიკა ლოცვითი კანონების შესახებ მეტად დამახინჯებულ ფორმებს და სახეებს იღებს ხოლმე და ძალიან შორს არის იმისაგან, რასაც გვასწავლიან წმინდა მამები რეალურად. მეორე ხიბლის სახეობა, ეს თუ წარმოსახვითი სახეობა არის აშკარად გრძნობელობითი და ესეთი სურათების წარმოსახვა ხდება გონებაში და ადამიანი ხსავს თავის თავს წმინდანად, ხო და დადის ვითომ ცოცხალი წმინდანი. ეს არის მკაფიო ესეთი ხიბლის სატანური მდგომარეობა, რასაც ყველა ადამიანი დღეს იმდენად გავრცელებულ ფორმად არ წარმოადგენს მართლმადიდებელ სამყაროში, თუმცა კათოლიკურში კი ბატონო. და მეორე ფორმა კი სახეობა ხიბლისა, რასაც წარმოდგენა ქვია ზოგი შეხედულებას უწოდებს მას, ანუ ეგრეთ წოდებული მნენიე, ხო, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, ეს კი აშკარად დამახასიათებელია თანამედროვე ადამიანის სულიერი მდგომარეობისთვის და ადამიანი, რომელიც მას როგორც გითხარით, რომ წაიკითხა თქვა 1-2 წიგნი პატერიკებიდან დიდი მოღვაწეების შესახებ და დააგროვა თქვა გარკვეული პატარა მცირეოდენი გამოცდილება, თუნდაც 20-30 წლიანი იყოს ეს გამოცდილება, არ გეგონოთ რომ ძალიან ბევრი იყოს ეს, არც იმდენია, როგორც გონია სხვებს, მით უფრო მაშინ, როცა ეს გამოცდილება არ არის კარგად შეჯერებული მართლმადიდებლურ სწავლებასთან, რასაც მამებისეული მართლმადიდებლური სწავლება ასკეზა და ლოცვის სწოვლი კალაპოტი ქვია, მაშინ ესეთი ადამიანი შეიძლება იყოს გარკვეული მოღვაწეობითაც გამორჩეული, თუმცა ეწყება აი ეს წარმოდგენა საკუთარ თავზე, რომ ის უკვე არის დიდი მოწყვა, რა თქმა უნდა, ყველაზე ჩვენ არ გვაქვს საუბარი, ყოველ შემთხვევაში ეს ფენომენი მკაფიოდ ჩანს თანამედროვე გამოჩენილ სასულიერო პირებშიც კი სამწუხაროდ, მაგრამ ამას საზოგადოება რატომღაც ტაშს უკრავს იმის ნაცვლად, რომ დაინახოს მასში სულიერი ხიბლის მდგომარეობა. რეალობა ჩვენ ესეთი გვაქვს და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ გვესაუბრა ამ თემაზე. ცხადია, ჩვენ ყველაფერს ვერ ვიტყვით იმაზე, რაც წმინდა ეგნატემ ჩამოაყალიბა და ეს შესანიშნავი ნაშრომია და ყველას ვურჩევ, რომ ხიბლის შესახებ ეს წერილი წაიკითხოს ყველა ადამიანმა, იმიტომ რომ აქ არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი სწორი სულიერი ცხოვრებისა. იმიტომ რომ თუ ამ ლოცვით კანონს არ მივიცემთ ჩვენ სათანადო მდგომარეობას და ჩვენ გონია რომ არიქადა 1-2 წავილოცით და უკვე ანგელოზებს უნდა ველაპარაკებოდეთ და პირდაპირ გამოცხადებები გვეწყებოდეს, ეს არის ის ხიბლის სულიერი მდგომარეობა, რომელსაც ეშმაკისეული ხიბლი ქვია. ანუ ჭეშმარიტი მოშურნეობითი მდგომარეობა იცვლება ეშმაკისეული მოშურნეობით. და აი ამ ეშმაკისეულ მოშურნეობის სიმპტომებს კი ესეთი ადამიანი ვერ ხედავს. აი ეს არის მთელი არსი ამ მდგომარეობისა, რასაც სულიერი ხიბლი ქვია. ანუ ადამიანს გონია, რომ მისი წარმოდგენიდან გამომდინარე, რომ ის არის დიდი მოღვაწე, მას უკვე უნდა ეცხადებოდეს ანგელოზებიც, უნდა ქონდეს წმინდანებთან პირდაპირი ურთიერთობა და თუ ეს ამბავი რაღაცნაირად მასში არ ჩანს და რაღაცნაირად უნდა ეს რო ჩანდეს, მაშინ იწყებს ამის მსახიობობას, ამის შეთხზვას, აი ამ ისტორიების, ან საკუთარი თავიდან იმ ღვაწლმოსილი მამის ისტორიის შექმნას იწყებს ესეთი ადამიანები, რომ ის არის სასწაულთ მოქმედი და ესეთებს ჩვენ ბევრს ხედავთ. იმის ნაცვლად, რომ დაფარონ თქვა თუ რამე აქვს სათნო ადამიანს ხომ და ეს არის სწავლება ეკლესიისა, რომ თუ რამე მით უმეტეს გამოცხადებითი სახით თუ ნამდვილად ჭეშმარიტია ის აუცილებლად უნდა იქნას დაფარული და არავითარ შემთხვევაში
განცხადებული, იმიტომ რომ განცხადება საკუთარი თავისა რომ მე გამომეცხადა და მე ეს ნათელი დავინახე, მე ეს ანგელოზი ვიხილე და მე ეს წმინდანი, ეს უკვე დიაგნოზია ძმაუნდადანო და ამას ღიად არც ერთი საღად ესე ვთქვათ ამ ხიბლისაგან დაცული ადამიანი რაღაცნაირ შემთხვევაში ამას არ იტყვის. იმიტომ რომ ეს არის დიდი პრობლემა უკვე სულიერ ცხოვრებაში და პირიქით როგორც თქვით, ხომ, ხიბლისაგან დაცვის საუკეთესო საშუალება არის ის რომ დავინახოთ ჩვენ თავში ის მანკიერი მდგომარეობა, დაცემული, დაზიანებული ბუნების მდგომარეობა. ეს არის მთავარი არსი ჩვენი ცხოვრებისა და არავითარ შემთხვევაში აი ეს მსახიობობა თეატრალიზება იმისა, რომ თითქოს ხარ ადამიანი დიდი მოღვაწე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და პირდაპირ ნიშანია იმისა, რომ ასეთი ადამიანი იმყოფება ხიბლში. რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიძლება აი ამ კუთხით თქვა, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, წმინდა მამები ამას გვაფრთხილებენ კატეგორიულად, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღო ადამიანმა არანაირი ნათელი. აი რა ხდება, აი რომ ახსნათ ესეთი სიტუაცია, რომ როგორ იწყება ეს ხიბლის მდგომარეობა, როგორ აღწერენ ამას წმინდა მამები, რომ ადამიანს შეიძლება აი ლოცვითი მდგომარეობის პერიოდში დაეწყოს მაგალითად აი თვითონ ამ ლოცვის დროს რაღაცა ნათელივით ეშმაკმა შეუძლია თავისუფლად ნებისმიერ ადამიანს ესეთი წარმოსახვითი მდგომარეობა უცებ მისცეს სურათის სახით, ანუ რაღაცა ნათელი და ნუ ეს ადამიანი თუ სწორ კალაპოტშია ხა სულიერ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა ამ ნათელს ამ ჭყალებში ამ ნათელს მოერიდება და არ მისცემს მას განვითარების საშუალებას. მაგრამ ადამიანი რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ამ ხიბლის შესახებ, წარმოდგენა არ აქვს რომ ეშმაკს რომ შეუძლია ანგელოზის სახის მიღება და ასე შემდეგ, ესეთი ადამიანი იწყებს ამ სურვილს აღვივებს, რომ ის ნათელი გახდეს მისთვის ცხოვრების ნაწილი და შემდეგ უკვე ეშმაკი რა თქმა უნდა სხვადასხვა სახით შეიძლება წმინდანის სახით, ანგელოზის სახით, ხან ღმერთის სახითაც, ღვთისმშობლის სახითაც შეიძლება წარმოუდგეს და ადამიანს ეგონოს რომ ეს ნამდვილად მე ღმერთს ვესაუბრებოდი, ნამდვილად ანგელოზი იყო და სინამდვილეში ეს იყოს ბოროტი. აი ესეთი დიდია საფრთხე ამ ხიბლისა და რა თქმა უნდა ყველას გმართებს ჩვენ ერთადერთი რამ რაც სულიერ ცხოვრებაში და მით უფრო ლოცვით კანონში არის საჭირო, ეს არის უბრალოდ ორი რამ არის საჭირო. ეს არის ხედვა საკუთარი ცოდვებისა და სინანული და თამდაბლურ საფუძვლებზე აგებული ლოცვითი კანონი. იმ შემართებით რომ არაფერს არ წარმოვადგენ საერთოდ სულიერ ცხოვრებაში და ყველაფერში აბსოლუტურად გჭირდება ღვთის შეწევნა და დახმარება. ეს არის აქსიომა სულიერ ცხოვრებისა, რომ ღმერთო შენით შეგვიძლია თუ რამე შეგვიძლია, თუ ლოცვა არის ისევ სულიწმინდის მადლი გვალოცინებს და არა ჩვენი ძალისხმევა, რომელიც რაც არ უნდა ავარჯიშოს ადამიანმა, თუნდაც საათობით იყოს, ხო, შეიძლება ეგონოს მას რომ გახდა დიდი მლოცველი, მაგრამ თუ ღვთის მადლმა არ ინება და სულიწმინდის ნიჭები არ გადმოვიდა ასეთ ადამიანზე, ანუ ის გადმოდის აუცილებლად თავმდაბალზე, რომელსაც არ აქვს ეს ამაღლებული პრეტენზიები იმისა, რომ არის დიდი მლოცველი, მაშინ ესეთი ადამიანი თავმდაბლურად იღებს იმ მადლს სულიწმინდისა და ამას ჩუმად ირგებს, ასე ვთქვათ, თავის სულიერ ცხოვრებაში და იცის, რომ იმ სულიერი მდგომარეობის, მადლმოსილი მდგომარეობის დაკარგვა არაფრად უღირს, მით უფრო ამის აფიშირებას და რეკლამირებას, რომ ასეთი დიდი მოღვაწე ვარ და ესე ცოტა მძინავს და ასე შემდეგ და ცოტა ვჭამ და უკვე ანგელოზები მეცხადება, ეს პირდაპირ ნიშანია ხალხო უნდა ვიცოდეთ ხიბლისა, სულიერ ხიბლისა, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი სულიერ ცხოვრებაში. ღმერთმა დაგვიცოდეთ